დღეს არის წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე და აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ ვატარებთ ძალიან დიდ კონცერტს, სადაც 120-ზე მეტი მუსიკოსი და მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას. იქნება საგალობლები, იქნება კლასიკური ჟღერადობა, იქნება ძველი ქართული ბრძოლის კულტურა, ნაჩვენები. ძალიან საინტერესო სანახაობა გველის, მაგრამ თავარი ჩვენ მომავალი წლიდან ვიწყებთ ფესტივალს, რომელიც იქნება საერთაშორისო ფესტივალი ქრისტიანული მუსიკის. ძალიან საინტერესო და კარგი ფესტივალი გამოვა, მე ვფიქრობ, თუნდაც იმითი, რომ მუსიკით შეიძლება ხალხის გაერთიანება. მოხარული ვარ, რომ სწორედ დღეს, სწორედ აქ დაიწყება ყოველწლიური ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ZMG Group-თან ერთად ერთ-ერთი ინიციატორი და ფუძემდებელი, ასე ვთქვათ, ამ ფესტივალის იქნება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია IPOA. დღევანდელ ღონისძიებაში, ისევე როგორც საეკლესიო მუსიკის ფესტივალში ჩართული იქნება უამრავი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და ჩვენთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ასევე ისინი ვისაც ჯერ არ ვიცნობთ და ეხლა უნდა გავიცნოთ. ძალიან მიხარია, რომ IPOA მიიღო მონაწილეობა ამ ფესტივალის დაფუძნებაში და ყოველთვის მუდმივად იქნება წარმოდგენილი ამ ფესტივალზე. დღეს რაბათის ციხე მართლა არაჩვეულებრივ სივრცედ იქცა, რომთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მესმა ამ ინიციატივას უდგას გვერდში და საერთოდ ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ინიციატივები, როდესაც კულტურა, ტრადიციები, ჩვენი წარსული და თანამედროვეობა ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ისტორიული დღის ესეთი მნიშვნელოვანი აღნიშვნა ყველას ვალი მგონია და მე ბედნიერი ვარ, რომ მე შემიძლია ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალი ასე მოვიხადო და მიხარია, რომ ვარ დღევანდელი დღის ნაწილი მართლაც ულამაზეს, უმნიშვნელოვანეს მხარეში. ჩვენს იდენტურ გზას, რაცაც ქართული ხელოვნება ქვია, იქ საფუძველში ჩვენი ქრისტიანობა უდევს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თანამედროვე კომპოზიტორები სრულდებიან, რომლებისთვისაც არის мотивация შემდეგი ახალი ნაწარმოებების დაწერის. და დღესასწაულია, აქ ცეკვა, კლასიკური მუსიკა, რა ყველა მიმართულებაა. იდეა გაუჩნდა ქრისტიანული მუსიკის ფესტივალის ჩატარებისას ზაზა მარჯანიშვილს. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ შალვა ახალციხელის ხსენების დღეს გაგვეკეთებინა ფესტივალი და დაგვეფუძნებინა ქრისტიანული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც შემოგვიერთდა ძალიან ბევრი საქართველოზე შეყვარებული მეცენატი, პარტნიორი და მე მინდა ყველა მათგანს დიდი მადლობა გადაუხადო. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ახალციხის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს, შემოქმედებით საქართველოს, დიდი მადლობა ფონდ მესმას, ასევე ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია IPOA-ს, გალობის აკადემიას, ყველას, ვინც გვერდზე დაუდგა ამ პროექტს.